ახალი წლის დღეები ყვარელში მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ქალაქის ცენტრში ღონისძიებები გაიმართა. საღამოს კი ცენტრალურ მოედანზე ნაძვისხე მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივებთან ერთად აანთო. წელს ქალაქის მთავარი ქუჩები და სკვერები ახალი ილუმინაციებით არის მორთული. ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის ასეთი კონცერტები რეგიონებში, იმიტომ რომ ეს ადამიანები, ბავშვები, ახალგაზრდები, რეგიონების მოსახლეობა მთელი წელი ელოდება ხოლმე შეხვედრას თავის საყვარელ ადამიანებთან, მთელი წელი ელოდება იმ არაჩვეულებრივი სიმღერების მოსმენას, რომელიც ძალიან უყვარს ქართველ მსმენელს და რაც მთავარია, ასეთი კონცერტები ჩვენ ყოველთვის ვახერხებთ დედაქალაქიდან ჩამოსული მსახიობები და მუსიკოსები ურთიერთობას ჩვენთვის ძალიან საყვარელ ქართველებთან, რომელსაც სამწუხაროდ იშვიათად ხვდებით ქალაქში. როგორც ვიცით, მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო საახალწლო მზადება და ჩვენ დღეს ვიმყოფებით ყვარელში, ძალიან მაგარი საღამო შედგა. უსაყვარლესი ადამიანები, ბავშვები მოვიდნენ დღეს და ძალიან კარგი დრო გაატარეს. მე ვილოცავ მთელს კახეთს, მთელს საქართველოს დამდეგს, მრავალს და ეს არის მინდა ბედნიერები იყო და რაც კი ცუდი ქონდა ჩვენ ამ წელიწადში და რამე უარყოფითი თუ იყო, ყველაფერი დაუტოვოთ ამ წელს და მშვიდობა ყოფილიყოს მთელს ქვეყანაში და ჩვენს ოჯახებში. ყვარელი ისედაც ყოველთვის ლამაზი იყო, არის და იქნება, თუმცა საახალწლოდ გამორჩეულად ლამაზია. მადლობა ყვარლის მერია სამისთვის, შვილთან ერთად ვარ მოსული, უამრავი ახლობელი ვნახე, მეგობარი და მადლობა მართლაც, გილოცავთ ყველას დამდეგ ახალწლს.